მადლობა ნიკიმს. არაფრის. აქ ვარჯიშობ ხოლმე? ხო, დილობით აქ დავდივარ. და ბაზაზე რატო არ დავდიხარ? თქვენთან ერთად ვირბინო, ხო? შერეშვები. სავარჯიშოდ არ ხარ აქ აშკარად. სირბილი მოედანზეც მეყოფა. უბრალოდ სანამ ვარჯიში დაიწყება, აქვს სეირნოფი. ორგანიზმმა რო გაიღვიძოს. სიმშვიდეში მიყვარს დღის დაწყება. და ნახლობს ცხოვრობა აქ. და უქმები როგორ გაატარა? რა ვიცი, ფილმებს უყურებდი და სახლში ვიყავ. კიდე სპორტულების ბედი. უი, შენი ანალიზ პასუხები მოვიდა. რა უმერი? არაფერი, ყველაფერი წესრიგში. სრულიად ჯანმრთელი ხარ. ხო გითხარი სანერვიულო არაფერი. არც ნერვიულობდი. უბრალოდ სირბილის დროს მაინც აქ მაწყობს. ой, ბაზაზე რომ მივალთ, გაგსინჯავ კარგად. ბექასაც ვანახოთ. აქ ნატენი. მეორე ოპერა. რომელმაც თითები გაქვს. კარგია რომ გზელი ჩხლები არ აქვს. არ მოგწონს შუაგიანი გოგოები? ეგ არ ვიცი რა ის. წავიდეთ? ვიყოთ კიდე ცოტა ხანი. ოკეი. გისმენთ? საიდან? ბოდიში საიდან ხარ ვერ მივხვდი. ალო, კი, მესმის. დიდი შეამოვნებით. და ანუ რისი რეკლამა არის? რა ხდება ლუკა? კი, აი იცით რა არის? რაღაც სამშენებლო კომპანიიდანაც დამირეკეს და იმათაც უნდა შევხვდე და შეგეხმიანებით რა. მაგ თემაზე. კი, შევთანხმდებით დროზე. შეგეხმიანებით, მოკლედ მოგწერთ რა დროც იქნება ჩემთვის მისაღები. კი. ლუც როდის აქედან სვა ბიჭო? და საერთოდ რა სჭამ რა არის? ერთი წუთი დამაცადე ვლაპარაკობ და რა გჭირს შენ? რა არის, როგორ იქცევი? ელემენტარული ზრდილობა არის, ველაპარაკები ადამიანს. დიახ.
რაზე გავჩერდით? კი, არა, პრობლემა. რომელ საათზე? ნახევარზე უფრო მეცე. ოხ, გამარჯობა ლევან. გამარჯობა ნანა. რა გნებავს? ბავშვს თანახმად მოვედი. ბავშვს ძინავს. იქ არ არის? არა. მალე მოვა? არა. დანი სად არის? დანი მუსიკაზეა. გაგახსენდა გენაცვალის შვილები რომ ყავს. სხვათა შორის ყოველთვის მახსოვდა. და მაშინ რატო არ გახსოვდა ვიღაცა შარაშკასთან რომ გავარდი? კარგი, ამას დავტოვებ აქ. ეს ეკას გადაეცით, შეიძლება რომ ნახოსგან. კაი კაცო, არ ჭირდება ეკას ეს შენი სისულელეები, ესე რომ წაიღე საიდანაც მოიტანე იქ. მაგას გადაწყვეტს თვითონ ჭირდება თუ არა. თვითონ არაფერს აღარ გადაწყვეტს. რაც გადაწყვიტა და ცოლად გამოყვა, იმიტომ ვართ ახლა ესეთ დღეში. როგორ დღეში ხართ? მომის მინიშვილო, მე ახლა შენთან არც ლაპარაკის და არც კამათის ენერგია არ მაქვს. ვეუბნებოდი ეკას ყოველთვის არ გინდა ფეხბურთელი ქმარი მეთქი თქვენ ბურთის და ქალების მეტი არაფერი გიდათ თავში. ქალბატონო ნანა. არ უნდა ამას ქალბატონო ნანა. იცი რომ მთელი უბანი, არა მთელი თბილისი გიждდებოდა ეკაზე და შენ საიდან ამოგთხარა მე არ ვიცი. ძალიან კარგადაც ვიცით საიდანაც ამომთხარა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, შეიძლება ბავშვმა გაიგოს. ლაპარაკი თორე შენც არ გაილექსო ახლა აქ. არა ჩვენს ოჯახში ყოველთვის ქალი იყო ოჯახის ცენტრი, მეც, დედაჩემიც, ეს ეკა რამ გამოაშტერა პროსტა არ მესმის. კარგი ფიგური, ამას დავტოვებ და ეკას მიეცი. შენ თუ გონია რომ ამ სისულელეებით და საჩუქრებით ისევ ოჯახში შემოძვრები ძალიან ცდები. მოღალატე. მოღალატე ადამიანი კი ოჯახში არავის ჭირდება. როგორ ხარ? რა სახელია? ნასახ. რაც არეულობა მიმინაში. დალაგებული როდის არის მიმინაში? დანის და აკას მოუტანა რაღაცები. მადლობა ვნახავ. საღამოსწავლო ყომერი დანის. ოკეი. მაიკა უკვე ხმაგაცია? უკვე მაგეთი. უკვე ხმაგაც. ო. დედა. მოხდა რამე? არა, რა უნდა მოხდარიყო? ლევანი შემხვდა სადარბაზოსთან. მიჩხვდეთ ხა? კაი, ხა მაგას გაუყადრებდი თავს. ბავშვებს მოუტანე რაღაცებიო. კი, მოიტანა რაღაც სისულელეები. ძალიან კაი.
ერთის იგივე გამეორე რა. მადლობა. შენ ლუკა ხარ? ლუკა ვარ. ხო არ გადავა, ჩემს მას მეუბნებოდი და არ დამიჯე რა. ნიკო. სიკო. სასიამოვნოა. ძალიან მაგრა გვეოსები ძმა მიმინა პელე ხარ ჩვენ თვალში. გაიხარე ძმა, მადლობა. რა შვები და შვა? ხორა ქართველები არ ვარ ძმა, გაგვიმარჯოს. აი, გაგვიმარჯოს. ძმურად ერთი ფოტო გადავიღოთ რა ერთად. დავაი გადავიღოთ. ძმურად რაღაცას გეტყვი რა და მაგრა გამისწორდება თუ სწორად მივიდე. აბაგის. აი ვისაც კი ოდნავ მაინც ფუტბოლი ესმის ვაფშე ყველა შემბალიაში ყოფს. ევროპის პონჩი კი არა ისე ზოგადად რა. და აი როგორც პატარა ძმას ისე ვთქო რომ აი ამას თავს თუ გააფუჭებინება როგორც სხვა ზოგი ქართველი ფეხბურთელი. გაიხარე ძმა, მაზალი არა. შენ არ გძინაოს. სად დაეთრევი ბიჭო? აუ გეხვეწები, ხარ დაიწყო რა შენებურად რა. აუ თავის ტკივილის წამალი არ გაქვს რამე. რა? ბიჭო შენ ერთ შეუხედე რა. როგორ იქცევი საერთოდ? შენ ხო გაუბერე საერთოდ ბიჭო? რანაირად მელაპარაკე? მე რანაირად გელაპარაკები? მე როგორ გელაპარაკები ბიჭო? მთელი ღამე გირეკავ ტელეფონს არ პასუხობ. შენთან ერთად მეც გავათენე. ისთვის გადმოხედი აქ გამაკებინე ისთვის? არა ვარჯიშზე უნდა კონცენტრირდეო არა? ეს არის ბიჭო შენი ვარჯიშზე კონცენტრირება. აი ეს არის? ბავშვი აღარ ვარ რა. მართლა? და მე თვითონ გადავწყვიტე სად უნდა წავიდე და როდის წავიდე და რომელ საათზე წავიდე. ხოდა ბავშვი ვარ ახალ მაგას გიხსნი? ბავშვი აღარ ხარ. და თუ გადაწყვიტე სპორტსმენობა მოიქეცი როგორც სპორტსმენები იქცევიან. და შენ გიფიქრია მაგაზე რომ ჩემი შვილი ახალგაზრდაა და გავლა და გასეირნება უნდა ან ვიღაცის გაცნობა. არა. თუ გადაწყვიტე ფეხბურთელობა მოიქეცი როგორც ფეხბურთელები იქცევიან. გასაგებია შენთვის. გავიგე, ვიცი ეგ, მაგრამ ერთხელ რომ გავიდე და გავისეინო რა? არა, იმიტომ რომ ცხოვრება არის დაუნდობელი, არის დამპანი. ერთხელაც იქნება და მოგცხეს ამ კინკრიხოში. ნიცი აქ მარა მარტო. საკუთარ თავზე გამოვცადე და დამიჯერე. შეიგნი ამ წინში. მე ჩემი გითხარი.
მამას გაუხარდებოდა ერთად რომ ვენახეთ. კოტე. ვერც გავიგე როგორ მოხვედი. სონა იყოს მამა ჩვენის. მიუჯდებოდა პიანინოს და წავიდა. ცხონებული ციალადეი და ცეკვები. ხით. მოყვებოდა მე თავის ანეკდოტებს. ჩაი და შექსპირი გახსოვს? როგორ არა? მაგას რა დამავიწყებს? შოტლანდია და არც და მისმა დამგრეტამ გრელანდია. მე ეს გრეტა სხვა კუნძულზე გადავიდა და იქ ეძახდნენ ეს ისლანდიაო და ისლანდია ასე დაასწრო. თვითონ მაგრად ყვებოდა ამას. როგორ არ გადაუღეთ ერთი მაშინ, მაგრამ აბა სანამ ცოცხალია, გონია რომ ყოველთვის ასე იქნება. მე რო წავა გული წყდება რომ რაღაც დააკერი. ისე ვერ მოეფერე. ასე. აბა რა მოიფიქრეთ შენ და რამასმა? კარგი რა კოტე რა. ერთი დღე მაინც არ შეგიძლია რომ ძმები ვიყოთ? სანამ მამის საფლავთან დგევართ მაშინ მაინც. მოხარსულს გიცნობ შენ და რამასაც. წარმომიდგენია რეები ილაპარაკეთ იმ დღეს მე რო გავედი. დიმიტრი, შენ იცი რომ მე არ მიყვარს ბალამუტი. და რასაც გადავწყვეტ, იმას ავასრულებ კიდეც. კოტე რა გინდა? ფული თუ გინდა პირდაპირ გეტყვი რომ არ მაქვს. და მე რომც მქონდეს ასე მოსვლა და ულტიმატუმით საუბარი არ გამოგივიდ შენთან. იცი შენ. ულტიმატუმით არ გელაპარაკები. უბრალოდ ფაქტს გიფიქსირებ. და სანამ რამეს გადაწყვეტნე შენ და რამასა, კარგად დაფიქრდით ორივე. რამდენად სწორად მომექცით გადაწყვეტილებაში ერთიც და მეორეც. მათმაცხონოს. ისიც დავტოვებდი. გამარჯობა. სალამ. ბუდიში რა, შეხვედრა გამეწელა და მაგიტო დამაგვიან და უკა ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ და ამ საქმეს ერთად ვაკეთებთ. დავიწყოთ არა? დავიწყოთ. ამის გადამყვანი არ გაქვთ? მაკია? კი. მე გავუშვებ მაშინ. მაგია. ერთი წამით აბა. ისე ძალიან რთული თამაში იყო. კი. რამაზი მაინც ასწავლი კაცია რა. ძალიან მიყვარს. გუნჩის ყველას უყვარს ბაბუასავითაა ყველასთვის. სამწუხაროდ გადამყვანი არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ უფრო გავერთობით ცოტა წარმოსახვა დავწაბოთ და მოგიყვებით, რა ვიფიქრეთ, აქამდე როგორ მოვედით, იმიტომ რომ სადაც ვართ, ძალიან მოგწონს ჩვენ. და შეხვედრის მერე გამოგიგზავნით მაშინ პრეზენტაციას. კი ბატონო, მარტივისკენ. გვინდა რომ დავიწყოთ ყველაფერი ტიზერ კამპანიით, იმიტომ რომ ხალხი თავიდან ევალაპარაკოთ, ცოტა რაღაც გაურკვევლობა რა ხდება და ტიზერ კამპანია გვაქვს ძირითადად აუდიოში და დიჯიტალში. თავარი ამბავი, რასაც ვეუბნები, თავარი მესიჯი ამ ტიზერ კამპანიაში გვაქვს ორი, მაგრამ ერთი ზუსტად ჰოთ-დოგს ეხება. ჯანსაღი, სასიამოვნო და უფრო გემრიელი. უფრო გემრიელი ცოტა უცნაურად არ ჟღერს? ანუ რაზე უფრო გემრიელი? ხო, მე ცოტა ხვები რა, ცოტა უცნაური.
ხოი, რაზე უფრო გემრიელია, ეგ არ ჩანს. მეც მეუცნაურება. უფრო გემრიელი, ჯანსაღი სასიამოვნო და უფრო გემრიელი. შეგვიძლია უფრო მოვხსნათ. ჯანსაღი სასიამოვნო და გემრიელი. არა, ეგრე რაღაც მშრალია რა. ხო, თითქოს რაღაც აკლია. სოუსი, ცოტა დავასვევოთ შეგვიძლია. ტიზერი. მოკლედ, რას ხედავთ? სახისთან ახლოს, როგორ აქვს, თითქოს უნდა ჩაგბიჩოს, რაღაც ძალიან გემრიელი. და არ ხედავთ, ვერ ხედავთ რა არის ეს. ანუ პროდუქტი არ ჩანს? საერთოდ არ ჩანს. და მე ყველაფერს ისე ვაგრძელებთ, როგორც წინასწარ შეგითანხმეთ, რომ რამდენიმე ხანში ამოიცვლება ყველაფერი, ჰოთ-დოგი გაჩნდება, იმ სიცარიელ ესექ შეავსებს და ვიდეოში წიცხდება, რომ ლუკა ვარჯიშის მერე შეჭამს ჰოთ-დოგს. რაღაცა რაც ყველას მოგწონდა იქამდეც, მაგით ავთავებ. თუმცა როგორ მივიდივართ აქამდე რა, ტიზერი და მერე მთავარი ამბავი. ეს არის სულ. რავი, მე მომწონს. მე ძალიან მომწონს. რავი, კაი. უფრო გემრიელი. ოკეი. უბრალოდ ერთი კომენტარი ის მაქვს, რომ არ შეიძლება ეს პროდუქტი, ჰოთ-დოგი თავიდანვე თიზერში ვერ ჩანდეს, იმიტომ რომ ორ კვირაში ულანჩავთ ამას. და თიზერი პროდუქტის გარეშე მე არ დაგვიგვიანდეს გამოჩენა. მეც ეგ ვფიქრე. ხო, პრინციპში ეს პრიშიც ქონდა, რომ თავიდანვე რა ჩანდეს მეთქი პროდუქტი მეწერა. კი, გვესმის, უბრალოდ აი გათმილკ თუ გახსოვთ კამპანია, ამ სტილში გვინდა რომ გავაკეთოთ თიზერი. კი, გათმილკი მახსოვს. ვინმე გავაზიარებთ და გაჩვენებთ. მესმის. კარგით, ჩვენ ვიბრეინშტორმინგოთ ამაზე, ლუკას რომ თავია მოვაბეზროთ. ლუკა, შენ რას ფიქრობ? რა აზრის ხარ? რა ვიცი, მე მომწონს, უბრალოდ ცოტა უცნაური ის არის, რომ აი ჯანსაღ ცხოვრებასთან რომ არის კავშირში ჰოთ-დოგი, ალბათ ცოტა უცნაურია, მაგრამ რეკლამაა და შეიძლება რა ჩემი აზრით მაინც. ხო, ისე ძალიან გემრიელი ჰოთ-დოგი გაქვთ, მინდა გითხრათ. მართალია ისე, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი კი არა, ანუ თვითონ ეს ჰოთ-დოგი რა პროდუქტი. თვითონ ჰოთ-დოგია ჯანსაღი, ხო? მე მგონი შეიძლება ამანაც იმუშავოს თავისუფლად. კი, შეიძლება. მართლა კაი ჰოთ-დოგია. კი. მაგას ვფიქრობდი მე. მეკარიმ შეიყვანა ბურთი, თქვათ, განაპირა მცველზე, მიცა ამან, განაპირა ნახევარმცველზე და ავტომატურად ერთვება. ამ შემთხვევაში შუა მარჯვენა მცველი გადმოდის, მეორე მცველი გადმოდის და აუცილებლად ვრჩებით სამი მცველი უკან, რომ უკან ბრაბელი არ გქონდეს. გამორიცხულია და აუცილებლად მოთხოვნა ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, ამოწეულები და მანძილები დაცული და ყველანი უკვე ამ შეტევაში, ყველა ჩვენი ადგილები ცენტრალური თავდასხმელი როგორც წესი, ბორბის და თავის ზონას ითვისებს, მოყვება ამას გამთამაშებელი და თავის ზონას ითვისებს, მოყვება ერთი აპორნი თავის ზონას ითვისებს, მოყვება მეორე აპორნი თავის ზონას ითვისებს და რა თქმა უნდა განაპირა ნახევარმცველი, რომელმაც პირდაპირ მოთხოვნა რომ დაკეტოს როგორც სიტყვიან შორეული ძელი, რომ იქ ჩაწოდებულმა ბურთმა ცარიელი არ ჩაიაროს. და როცა უკვე აქამდე მოვალთ, უკვე აქ აუცილებლად ჩასართავია იმპროვიზაცია და თქვენი ინდივიდუალიზმი, რა თქმა უნდა. დანარჩენს უკვე ჩემზე უკეთესად ბატონი რამაზი მოგახსენებთ. რა ვიცი ბიჭო. სულ მალე დადგება ჩვენთვის ყველაზე რთული გამოცდა. დღეს რო ჩვენ შანსი გვაქვს. ეგ შანსი არ გქონია არასდროს. რთული გზა გველოდება წინ. ისტორიულად ურთულესი გზა. ჩვენ რო გუნდებს ვეთამაშებთ და უნდა ვეთამაშოთ, ყოველ შემთხვევაში ის გუნდები ჩვენზე ფიზიკურადაც ძლიერები არიან, ტაქტიკურადაც. იცი რა ხდება? ყოველი პასი აქვს გათვლილი და გაანალიზებული. აი პედანტურად. დაფინანსება ჩვენზე უკეთესია. რა ვიცი, ბევრი და ყველაფერი ჩვენზე უკეთესია თითქმის. ამიტომ ჩვენ იმათ უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი სტილი, ჩვენი თამაში, შემტევი ინდივიდუალური ფეხბურთი. აი ეს არის მე მგონი ჩვენი გასახები. ეხლა მე ახალგაზრდა რომ ვიყავი. რა არის სასაცილოა? იყო ეს დროც. აი მაშინ ჩვენ ქართველებს
გვეძახდნენ კავკასიელ ბრაზილიელებს. იცით რატომ? თამაშობდით ლაღ ტექნიკურ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს. აი ეს არის მე მგონი ჩვენი გასაღები დღესაც. ჩვენ რომ იმას ისევე თამაშობთ, როგორც ისინი თამაშობენ, არ გამოვესა. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. შემტევი ინდივიდუალური ფეხბურთი. იფრინეთ რა. დახატეთ რა, ფეხბურთი დახატეთ რა. კავკასიელი ბრაზილიელები. აი ეს გახსოვდეთ სულ. აბა თქვენ გამარჯობა მეგობრებო, მოახოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი. მიმინო უმასპინძლებს მონტენეგროს იადრანვალის ქართული კლუბისთვის ეს პირველი მცდელობაა, რომ ევროტურნირებზე მოხვდეს, ხოლო სტუმრებისთვის მე-15 და გახლავთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ. ჩამოვიდნენ უკვე საქართველოში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, გამართეს წინა სამატჩო ვარჯიშიც. არის დანაკლისის ერთ-ერთმა ლიდერმა მუხლის არეში იგზნო ტკივილი და მოკლედ სათულოა მისი შეხვედრაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ეს იადრანვალისთვის. თავანო წვრთნელმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაც გამართა და განაცხადა, რომ აქამდე საერთოდ არ იცოდა თუ სად მდებარეობდა საქართველო. მოკლედ პირდაპირ ვთქვათ, ზემოდან უყურებენ მიმინოს და ქართულ კლუბს დიდად არაფასებენ, რაც ფეხბურთში ხშირად დამღუპველად სრულდება ხოლმე. ცრუცხრიანის მაყურებელმა კარგად იცის, თუ როგორ შეიცვალა რამაზ რაზმაძის გუნდის თამაში, სათამაშო სტილი. მიმინო ახალ თამაშობს უფრო მსუბუქ ტექნიკურ და რომანტიულ ფეხბურთს, რაც 80-იანი წლების მიშელ პლატინის ფორმაციის საფრანგეთის ნაკრების თამაშს გვაგონებს. და ტაქტიკური თვალსაზრისით ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რო ძალიან რთულია, ეს ცრუცხრიანის მაყურებელმა კარგად იცის. დაძლია უკვე მიმინომ პირველი ბარიერი, ორი მათის ჯამში კვიპროსული ბარიერი გაიარა, უმატებს გუნდი ნელ-ნელა ვითარდება და რა იქნება ამჯერად. ამ ყველაფერს მოედანზე ვნახავთ. ბატონო რამაზ, მიმინოს არ აქვს საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება. და ამასთან დაკავშირებით რამე გადახალისებას ხომ არ გეგმავთ გუნდში. და ზოგადად როგორ აპირებთ ამ საპასუხისმგებლო გამოწვევას რომ გამკლავდეთ? უცრავთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უდიდესი მიღწევა ის, რაც მიმინომ ჩაიდინა წელს. ჩვენ უკვე აქ ვართ ახლა და ბრძოლის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მართალია ჩვენ ევროტურნირებზე არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენ ძირითადად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზის. ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანისთვის. ცხადია ეს ტურნირი, რადგან ჩვენ არა მარტო გუნდის სახელით, არამედ საქართველოს სახელითაც გავდივართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის, რომელიც მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არის და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე გააგრძელებენ. ბატონო ლეონ, მინდა ვისაუბრო თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე. წინა სეზონი თქვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც ვიცით, ეს ამბები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს თქვენს სპორტულ ცხოვრებაზე? იცით, თქვენ რომ ჩვენთან მოდიხართ ხოლმე და კრიტიკულ კითხვებს გვისვამთ. ხო არ გეუბნებით, შემთხვევით სახში უარი ჩხუბეთ, იმიტომ ხო არ ხართ გაბრაზებული თქო, ხო? ჩემი პირადი ცხოვრება მეხება მხოლოდ მე. თუ რაიმე სპორტული კუთხით გაინტერესებთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. კარგი, ნუ ამით მე მგონი მოვრჩეთ, მე მგონი. ჰა? კიდე ხო არ გაქვს რამე შეკითხვა, ისეთი უხერხული. გუშინ რატო გადამაგდე? რაზე? ვარჯიშზე რო არ მოხვედი. დანის ამბებზე დავდიოდი და თან აკას აქვს რაღაც ვირუსი და მოკლედ მაგამებში ვიყავ. ისო მეტყველები. არ გინდა რომ ცოტა შენ თავს მიხედო. კი. თან ნანა რაც ჩამავიდა რაღაცებში მეხმარება. რა შვება ნანა როგორ არის? გერმანიაში გავიდა პენსიაზე და კარგად. ლევანი არ გეხმარება? ლევანი მაშინ არ მეხმარება და ერთად რო ვიყავით და ახლა მით უნდა. მოსული იყო იმ დღეს. ხოდა მე მგონი მაგრა დაცხეს მაგან და ნანამ. ნანას ლევანი ისედაც არ ევასებოდა, ხა ერთ-ერთზე თუ გამოიჭირა, წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებდა.
ლევანმა გამომიჭირა მე. სხვათა შორის. ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო უნდა მოგეყოლა მე. არაფერი ისეთი. რა ისეთი მოყევი? არაფერი ბავშვთან ვიყავით მარტოები და ხათ უცებ ისეთი მომენტი გაეცრო რომ საკოცნელად გამოიწია. გაეცრო თუ შენ გააცრე? ანუ მე რა გავაცრე. აბა ესე უცებ გამოიწია საკოცნელად, ეგრე არ ხდება. რაღაც ისე მოხდა უცებ. შეურიგდი? არც გვილაპარაკი ამაზე. მაგრამ შენც ხო იცი რამდენიმე გამოვიარეთ. თან ეს ორი ბავშვი. და შეიძლება არ ჯდება ეს ლოგიკაში და თავმოყარე ადამიანი მაგას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ რაღაც პონჩი მიყვარს. მე მგონი კი არა გიყვარს და ლევანსაც უყვარ ხო. უბრალოდ ცხოვრებაა და ხდება ესეთი რაღაცეები რა. არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. ხო და გეტყობა. იცი რა აკა? ერთხელ ცხოვრებაში ხო შეიძლება შენ თავზე იფიქრო და არა იმაზე დედა რა სიტყვის და მამა რა სიტყვის. მე ლევანის კარიერა, ბავშვები, სულ ვიღაცაზე ფიქრობ. დაიკიდე რა. თუ ცდილობს შერიგებას შეურიგდი. თან შენს თუ გინდა. უბრალოდ კარგად დაფიქრდი, რამდენად გადალახვადია ის რაც გააკეთა. და შენი თავიდან გამომდინარე იფიქრე და არა დედა რა სიტყვის და მეზობლები რა იფიქრება. ისე ის გოგო რა შვება. პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. შემხვდა იმ დღეს ინსტაგრამზე მაგის ფოტოები. კაიფიდი აქვს. წყალი არ გინდა? არა. არ მინდა. გავედით რა გუნდი გასახდელშია უკვე და სადაცაა მოედანზე გავლენ გასახურებლად მიდი რა არ მოდი ხარ ამას იგი წადი და მოვა მოხდა რამე არაფერი გასულ რა უნდა მომხდარიყო არ ვიცი შენ გეკითხები, ხო მშვიდობა? მშვიდობა, მაგრამ არ ვიცი ბიჭო რა გითხრა ისე. თითქოს ყველაფერი კარგადაა და რაღაც გვაგლია. ფიზიკურად ზად ვარ, ტაქტიკურად, ტექნიკურად. რაღაცა გვაგლია. არაფერის არ გვაკლია რამას რა. უბრალოდ ერთი შენებური შეძახილი უნდა და ეგაა რა. ეგ კი კაცო ვიცი ახლა მეჯებს რა უნდა უთხრა. საგებია, ხო, მაგრამ არ მუშაობს ეგ ჩემი ემოციური ლაპარაკი გესმის შენ. ეგ სიტყვები თითქოს ნათქვამება გუშინ უთხარი, გუშინ წინ იმისი, დღესაც იგივე ხომ არ ვეთქვი. რამას აქამდე თუ მუშაობდა, ეხლაც იმუშავებს რა. დღეს ისეთი თამაშია. არა, ბიჭებს мотиваცია კი არ აკლირათ, მაგრამ აი ერთი შენი სიტყვა აი ძალიან მაგარი იქნებოდა რა. ვიცი, ხვდები? ან არ ხვდები კაცო, მაგრამ რაღაცა არ ვიცი რა. ვიცი რა არის? რაღაცა ენერგია ბიჭო გაფანტული. ეს და აი ამ ენერგიას უნდა რაღაცა ახლა ესე თავმოყრა უნდა რაღაცა არის საჭირო ისეთი რაც მოგვაგებინებს ამ თაბას არ ვიცი რა მოგეთ რა ეს წორთნელი რა საცემი მყავ რა რა იყო კაცო გასახდელში რატო არ არის ჩაიო მე მიუტანე კაცო და ისო არ მინდაო ისო რა ქვიან პაკეტისო ეგერ არის გასახდელი მინდაო გასახდელი და წავუღე მიმაქვს ხო ურმან ხო ერთი შენ რა გამიგე იცი ფელიქსას მიმინო ყავს თუ არა ბიჭო
ჯე ნადირობის სეზონი არ არის და შეიძლება არ ყავდეს. შენ გამირკვია გასაცხეულები. არის. ჩაი? არა გასაგა ჩაი. მომისმინე რა მას. მთელი კვირა ვაკვირდებოდი ბიჭებს ვარჯიშებს. არა, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და თავიც არ დაუზოგიათ რა. ეხლა შენ უნდა შეხვიდე გასახდელში და შენებურად უნდა დაანთო ცეცხლი იქ და ყველაფერი რიგზე იქნება რა დამიჯერე. კი ბატონო, თუ ეყოფა. ეყოფა რამას. არქი წავედი და საგამშვიდობისა ვისკერთ მორიკვირდაპირ რეპორტაჟს მიმინო მონტენეგროს ჯარდან ვალი გულშემატკივრის შესახილები გესმით ერთგული გულშემატკივარი მიმინოს მუდამ გვერდით უდგას და დღეს უკვე ხედავთ შემადგენლობას ეს შემადგენლობა ძირითადია ფავორიტად ამ წყვილისა ჯარდენ ვალს მიიჩნევენ გუნდების მთავარ მსვლელებს ხედავთ და გესმით სტადიონზე თუ როგორი მუხტია პრინციპში მინიმუმ სასწაული მოახდინა კვიპროსელების დამარცხებით ეს ყველას კარგად მოიხსენება ეს არ იყო რიგით თამაში ეკარემაც გაიტანა ველოდებოდი დამატებით დროს პენალტებს მაგრამ არა მინიმუმ გამოავლინა ძვლის უნარიანობა და მოიგო ეს თამაში ნუ აი პირველი ტაიმი მონტენეგროს გუნდი ძალიან კარგად არის ფიზიკურად მომზადებული ეს ერთ-ერთი მთავარი კოზირი გახლავთ მათი ძალიან ძლიერი გუნდია უფრო ძლიერი ვიდრე წინა მეტოქე იყო და ჩვენ შეგვიძლია კონჩეტოებზე ავაწყოთ თამაში. იქ ზენდაია თამაშობდა, მარჯვენა ფლანგზე გაგზავნა ბურთი. არა ზუსტად, პლუს საკუთარ ნახევარზე აკონტროლებდნენ ჩვენები ბურთს. შემდეგ უკვე კონჩეტოვა უკვე მონტენეგროს გუნდისა. არბენ კრასნიჩიმ გააკეთა კარგი გადაცემა. ივანა ტომიჩი ჩაკიდა ბურთი საჯარიმოში, საფრთხო მომენტი იყო თუ არა თამაშგარე, ამას მნიშვნელობა არა, გამოიტანეს ბურთი. შემოგე ბურთელება, ეს დაზავი თამაშა გოგუაძემ კარგად. მონტენეგროელები ფიზიკურად აი როგორც ხედავთ, გამოიკვეთა კიდევაც მათი უპირატესობა უკვე. ზედიზედ რამდენიმე კარგი გადაცემა, კომბინაცია ისინი მიუახლოვდნენ ჩვენ საჯარიმოს. და ბოლო მომენტში ძალიან კარგად თამაშობს ცოლებმა გადააგდეს ბურთი მოერდის პაგლებს გარეთ. მარჯვნიდან უტევენ ისინი. ზორიჩი აქტიურობს, ის დიჟორობს თავის გუნდს, არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა, საფრთხო მომენტი. დერვიშაი. და კარგად თამაშობს მეტარი. უკმაყოფილო არ უნდა იყოს. მონტენეგროელთა მცველი თამაშს მიმდინარეობით. კიდევ ერთი შეტევა. ძალიან ბევრ სივრცეს უტოვებთ, ჯაბნიან მოკლედ პირველ ტაიმში. მაკარაძე თამაშობდა კარგად, მერე დაკარგა ეს ბურთი. შეცდომები ბევრი გვაქვს, ტექნიკური წული ბევრია და ძირითადი შემადგენლობით თამაშობთ უკვე დღეს. წინა მატჩისგან განსხვავებით. მისამართოდ მოგერიებული ბურთი მოედნის ცენტრში. მონტენეგროელები თამაშობენ. შიდათ ეუფლება მეკარებულს და სიღრმიდან იწყებენ უკვე ჯარდან ვალის ფეხბურთელები შეტევას. მარჯვენა ფლანგიდან ძალიან აქტიურობენ ისინი, ერთი-ორი პოზიციური შეცდომა დაუშვით. და აი ძალიან საფრთხო მომენტი და სამწუხაროდ ანგარიში გაიხსნა. ანგარიში გაიხსნა, გაგვიტანეს მონტენეგროელებმა, ეს გააკეთა ილიჩა კოვაჩევიჩმა. ну, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი იმედგაცრუება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ლოგიკური თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე. აშკარად დაგჩაგრა პირველ ტაიმში სუპერმა გუნდმა. ну да გამოფილდით რა.
ნუ ყოფილან ესე თუ სიტუაციაში 2 წუთია დამატებული შეხვედრის პირველ ტაიმს. დააკარგეს ბურთი. კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა. შორი მანძილი და ძლიერი დარტყმა. პირველი ნახევარი ამით დასრულდა. ვაგებთ ანგარიში 0-1. ნახოთ მეორე ტაიმის გუნდად ჩამოყალიბდა მიმინო და ნახოთ იქნება აქაც შეიცვალოს სათამაშო სურათი. პირდაპირ გეტყვით ბიჭებო. არ იყო ეს კარგი ტაიმი. საკუთარი თავის არ გჯერათ? მუხლები გიკანკალეთ ბიჭო. კი, კარგი გუნდია, მაგრამ არც ისეთია ახლა ის რომ მაგათთან მოგება ვერ შეძლოთ, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე. ვიცი მე, რომ აქ ქვეყნის სახელი და ღირსებაა სასწორზე. და მე უფრო მეტი ტვირთია თქვენთვის და უფრო მეტ დაძაბულობას გბატებთ. მაგრამ გულშემატკივარი თუ ხედავს, რომ გულით თამაშობთ. თუ ხედავს იმას, რომ სულ შეტევაში ხარ, თავს არ ზოგავ, დამიჯერეთ რა. წაგებასაც გვაპატიებს. ამიტომ გადით მინდორზე და გაერთეთ რა, უბრალოდ გაერთეთ ბიჭო თამაში. ითამაშეთ ლაღად, ითამაშეთ აი ერთმანეთის სიყვარული, აი მართლა ითამაშეთ რა, ითამაშეთ ფეხბურთს. ფეხბურთელის კარიერა ძალიან სწრაფად გარბის და გადის. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ. მაგრამ ბიჭო დამიჯერეთ იცით რა უცბად მოვა ის დრო. როცა მოგენატრება რომ ნეტაი 5 წუთით გამიყვანა ახლა მინდორზე და დააბრძღვნე ყველაფერს, მაგრამ არ იქნება გვიან იქნება. ოღონდ გვიან არ არის დღეს. აი ახლა, აი ამ წუთში გადით მინდორზე. ითამაშეთ ბიჭებო, ისე ითამაშეთ რომ თქვენი შვილები, თქვენ შვილიშვილებს უყვებოდნენ დღევანდელი თამაშის ამბავს. თქვენ იცით რა, აბა თქვენ იცით. მიმინოს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! უმარ! ჯოს! აუმარ! ჯოს! Алло. Алло. გამარჯო. შენ ახარ გუგა? კი. გამოლაპარაკე მამა. ოტე გირეკავენ. გისპე. როგორ ახარ ჩემო ძმა? გაუმოდის, არა მისებს, რა ხდება? რაღა რა ხდება, ძმაო, დღეს სახლში დამადგენ დილით, ფულს ითხოვენ, თავიანთი ფული უნდა, ძმაო. უთხარი იქნება თქო რა. ასკვია ფული მალე იქნება, ფული უნდათ ეხლა, ძმაო. შენ მომისმენი აქეთ, შენ ეგ მაყუთი თუ არ გქონდა და საჩალი ჩოქო. რატო არ ჩააყენე ხალხის საქმის გულში, ა? თვითონ გადაწყვეტავდე მე. ეხლა რა გამოდი ჯოხი უნდა გადაწყვეტდეს ჩემზე, ხო? შენ რა გენაღვლება? სახლში სიხარ შენთვის თბილად შენ შვილთან ერთად ჯამრთელად. შენ ბიჭო შიქ ხო არა გაგ? რა შვილთან ერთად? შენ ძმაო ჩემიანი ხარ, შინაური ხარ. და მინდა რომ მთელი ცხოვრება ჯამრთელი იყოს შენ შვილთან ერთად. შენ ცოტა აზემოდი, გაიგე და შეეშვით ეგეთ ბაზარს. თორე გამოგჭამ ტყელს. რა გაყვირებს ერთი მითხარი? რაშუაში აქ ბავშვი და შვილი რაშუაში მე შენი ჯამრთელობა არ მინდა ძმაო რომ შეირიღეს. კაროჩე მოგდეთ მომისმენი ახლა დღეს ხვალ გადავაგორებთ ამ დღეს და ხვალ. მაგრამ იმათმა თუ მოქმედება დაიწყეს, ხო იცი? მე ვეღარ შევაჩერებ. ამიტომ გაითვალისწინე, ხო იცი ვინც არიან?
მაშას ეიწყება მატჩის მეორე ნახევარი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, არ ვიცი რა უთხრა. ბატონმა რამაზმა გუნდს, კარგი мотиваტორია ის, კარგი мотиваტორია, საჭირო სიტყვებს იპოვიდა ალბათ. Burban, jigari xar, Burban. Magari xar bijo. მიმინოს კადრებით გადაიფრინა მიმინომ სტადიონის თავზე და მან რა მუხტი და ატრიალა ხედავთ სტადიონზე. ფეხბურთელებსაც გადაედება თუ არა ეს მუხტი, დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარში. უნდა გააქტიურდეს მიმინო, ასეც ხდება მეორე ტაიმის დასაწყისი. პირველი კარგი შეტევის შანსი მაკარაძე მარჯვენა ფლანგზე გააკეთა გადაცემა, აუცე გადააგდო გურთი კრასნიჩიმ. ცველებს ხედავთ, რა ვიცი, ვაბანკზე შეიძლება წასვლა ბოლო წუთებში ალბათ, მაგრამ იქამდე ჯერ მივიდეთ. თქილად უნდა ვიყოთ, რომ მეორე ბურთით არ მივიღოთ საკუთარ კარში, კარგი კომბინაციები, გაშლა ალბათ უფრო თამაში საპირო, ჩაწოდება საჯარიმოში, საღებავ მომენტში დაწყვა კარის მართულებით არა. უნდა დაარტყა ამ ეპიზოდში. გადასხმელმა და ბურთი აცდა დიდი მანძილით აცდა ჯარდან ვალის კარს. კიდევ ერთი შეტევა მარცხენა ფლანგიდან. ძალიან აქტიურია მარცხენა ფლანგი, საღებავ მომენტი ცარიელი კარიდან გამოაქვს ბურთი ნიკოლაი ვუჩაიც. ასე რომ მეორე ტაიმი გავს არა, წინა თამაშის დასაწყის სრული უპირატესობა უკვე მიმინოს მხარეს. ერთ-ერთი უშედეგი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა ბურთი დუკანოვიჩმა. დერვიშაი თამაშობს ფლანგზე, კარგად კომბინირებენ, მიწევს დერვიშაი, ჩაწოდება საჯარიმოში, კარგია, მეკარე კარგად თამაშობს, დროულად გამოვიდა კარიდან, ბურთს დაეუფლა. კიდევ ერთი შეერიში, ცოტა მოდუნდნენ ჩვენები უკვე, მოაშიშვლეს უკანახაზი, რაც არაფრით არ შეიძლება, აქ კარგი იყო მაისურაძე, რომელმაც გადააგდო ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. ცვლილება ასევე მონტენეგროელთა შემადგენლობაში, მეათე ნომრით ბოიან პეროვიჩი შემოდის მოედანზე. აი ცოტა დავთმეთ უპირატესობა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, დაღლა არ ეტყოდა. მოედნის ცენტრში ვაკონტროლებთ ბურთს, საკუთარ ნახევარზე დაიხია უკვე მონტენეგროს მთელი სრული შემადგენლობით, რისკის თავიდან ასაცილებლად. ეხლა ძალიან სახიფათო შეტევაა ჩვენი გეგენავა. ატმა შორი მაზილიდან და აგარიში გათანაბდა. იდეალური დარტყმა გამოვიდა ბრწყინვალების დაავადებაში. რა კარგად გაერკვა სიტუაციაში. გეგენავა ქვეიდან ამოარტყა ბურთს, ფეხი გადაუგდო თავს ზემოთ. გარდან ვალის გამოსვლით მეკარეს, აი განმეორების პარაკურსით ეს ეპიზოდი ბრწყინვალეა. 1-1 აგარიში გათანაბდა. ბრავო. მიმინო კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის მებრძოლი გუნდი და ბოლომდე იბრძოლებს. და შეხვედრის ბოლო წუთი დაიწყო. ძალიან დაძაბულია სიტუაცია. მონტენეგროელები არჩევანის წინაშე არიან, დაამთავრონ თამაში, აკონტროლონ ბურთი საკუთარ ნახევარზე, თუ გარისკონ მაინც გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, აი ბოლბოიში აქვს ბურთი სწრაფად და კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს. რიცხობრივი უპირატესობა აქვს მიმინოს ფეხბურთელებს, დარტყმა, გოლი, გავიდა ბურთი. გავიდა, ბოლბოის დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა და მიმინო იგებს ამ შეხვედრას ანგარიშით 2-1. საფინალო სასწვენი, ბრავო, მიმინო შესანიშნავად ითამაშა. ლევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი, როგორც მეორე ტაიმების გუნდად ჩამოყალიბდა მიმინო. გილოცავ თქვენ, ულოცავ რამაზ რაზმაძეს, ულოცავ ფეხბურთელებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო მიმინო.